სამედიცინო ტურიზმის რუბრიკას წარმოგიდგენთ მედიკალ პარკის კლინიკების ქსელი 26 მულტიპროფილური კლინიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ახლა უნდა მოგიყვეთ ისტორია ერთ ახალგაზრდა მებრძოლ ძალიან ძლიერ გოგონაზე, რომელსაც ქვია ლედი მეგრელიშვილი, რომელმაც თავისი შეუპოვარი ბრძოლით ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოიტოვა უკან. დაამსხვრია სტერეოტიპიც, ახლა ლედი თავად მოგუღობა თავის ისტორიას სიუჟეტის მეშვეობით და შემდეგ სტუდიაშიც გვასწავლებს. მე ვარ ლედი მეგრელიშვილი, 23 წლის. ფეხის ტკივილი დამეწყო დაახლოებით 9 წლის ასაკიდან. ტკივილებს მე ვმალავდი 6 თვის განმავლობაში. მიზეზი ის იყო, რომ დავიბადა იმ რეალობაში, როდესაც ჩემი და-ძმა უკვე გარდაცვლილი იყვნენ. საკმაოდ მწვავე დიაგნოზით, სიმსივნით. და რაღაცნაირად ვცდილობდი, რომ ამ პრობლემის დამალვით საფრთხე და ნერვულობა ამერიდებინა ჩემი მშობლებით. გარდა ამისა, ცეკვავდი წლების განმავლობაში, ძალიან მიყვარდა ცეკვა და მაშინებდა ამ ჩემი საყვარელი საქმიანობის დაკარგვის შიშიც. დედამ გაიგო პირველად ეს ამბავი შეამჩნია, როდესაც ვკოჭლობდი. მიმიყვანა ექიმთან, იმავე დღეს წავედით. და აქედან უკვე დავიწყეთ დიაგნოზის ძიება. 6 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა დიაგნოზის გაგება, რის გამოც წავედით თურქეთში, გავიკეთეთ კვლევები და იქიდან დაახლოებით 2 კვირაში მოვიდა პასუხი, რომ დიაგნოზი იყო ოსტეოსარკომა, ფეხის ძვლის ავტუსებიანი სიმსივნე. თავიდან ოსტეოსარკომა როგორც სანამ არ დავგუგლა და არ მოვიძია ინფორმაცია, არაფრის ხმელი არ იყო ჩემთვის. ვერ ვიაზრებდი რამ ხელა პრობლემასთან მქონდა საქმე. და პირველად მითხრეს, რომ რაღაც დიდი ხნის განმავლობაში მომიწევდა მკურნალობა. 9 წლის ლედით გადმოსახედიდან დაახლოებით ეს დიდი პრობლემა და დიდი ხანი იყო მაქსიმუმ 2-3 თვე. როდესაც გავიგრო შეიძლებოდა 2-3 წელიც კი გაწელილი იყო ეს პროცესი, მაშინ მივხვდი, რომ რეალურად იმაზე ბევრად დიდ პრობლემასთან მქონდა საქმე, ვიდრე მე წარმომედგინა. 2 წელიწადი და 8 თვის განმავლობაში უმეტესად ვიყავი ხოლმე ყოველთვის თურქეთის კლინიკაში. იქვე გაკეთდა ოპერაცია, შედარებით ექსპერიმენტული. ოპერაცია შედარებით ნორმალურად დამთავრდა. პირველ ეტაპზე კურნალობა დავამთავრე, სიმსივნე აღარ მქონდა, მეცა სპეციალური ორთეზი, რომელსაც გადავაადგილდებოდით ასევე ყავარჯნები და დაახლოებით 2 წელიწადი ვცხოვრობდი ამ ცხოვრებით. 2 წლის მერე დამეწყო ისევ ტკივილები, ამჯერად ბარძაყის არეში. გავიარე ზუსტად იგივე გზა, ისევ ქიმიოთერაპია, ოპერაცია, ქიმიოთერაპია და ამ დროს საბოლოოდ დავუსვი წერტილი სიმსივნეს და ოსტეოსარკომას. ყველაზე მეტად მაშინ შემეშინდა რეალურად, იმიტომ რომ კურნალობა დავამთავრე, ვიცოდი რომ ცხოვრების ყველაზე დიდი პრობლემა იყო დამარცხებული, მაგრამ კარგად მაინც არ ვიყავი, მაყოფილიც არ ვიყავი. ამ დროსთან ძალიან ბრაზდებოდი ჩემს თავზე, იმიტომ რომ მეგონა რომ მართებდა მეტი მადლიერება და კმაყოფილება ყველასა და ყველაფრის მიმართ. იმიტომ რომ ბევრი ჩემი მეგობარი ამ დიაგნოზს სამწუხაროდ ცოცხალი ვერ გადაურჩა და მეორე მხრივ იმ ახალ რეალობასაც ვერ ვეგუებოდი, რომელიც თურმე უნდა გამხდარიყო ჩემი ყოველდღიურობა. და ეს პერიოდი ყველაზე რთული იყო ალბათ ემოციური კუთხით, იმიტომ რომ რითაც შემთავს ვიცნობდი, რაც შემადმხდი და თქოს აღარაფერი აღარ მქონდა. რაღაც აქტიური ცხოვრებიდან მივედი იმამდე რომ 2 ყავარჯანზე ვიყავი დამოკიდებული, ვერ დავდიოდი, ვერ მოძრაობდი და რაღაცნაირად ადაპტაცია ცოტა ემოციური კუთხით უფრო გამიჭირდა. ფეხი ვერ ხორცდებოდა, ძალიან ბევრჯერ მოხდა ისე რომ მეტალი ხან ძვალი ჩატყდა, ეს გამოც ყოველთვის მე საჭიროებოდა ხოლმე აღდგენა და ოპერაციები. ამ დროს გავიცანე პირველად გიორგი ექიმი, ბატონი გიორგი ლორია, მივედი მასთან საშინელ მდგომარეობაში. დაახლოებით ლეგოს კონსტრუქცია რომ მიუტანო ადამიანს, ოღონდ ნაწილების და ინსტრუქციის გარეშე. დაახლოებით მსგავსი მდგომარეობა მქონდა, მაგრამ მოახერხა გიორგი ექიმა რომ ააწყო ჩემი ფეხი. მგონი 2 ჯერ ააწყო ახლიდან.
ჩემი ფეხი, რაც იმ მდგომარეობისთვის უდიდესი შვება იყო, საშინელი ტკივილები მაწუხებდა, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს იყო რაღაცნაირად დროებითი გამოსავალი და ცხოვრების ყველაზე დიდი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ იყო მისაღები და განსახორციელებელი. მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ცხოვრების გასაგრძელებლად ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა ფეხით ამპუტაცია. ჩემი გადმოსახედიდან გადაწყვეტილება შედარებით მარტივად მივიღე, იმიტომ რომ შენი ანიშნავს ყოველთვის უკეთეს და თუ რაიმე იმდენად გაწუხებს, რომ შენს ყოველდღიურობას გიფუჭებს, აუცილებლად უნდა მოიშორო, თუნდაც ეს იყოს შენი ორგანო, იმიტომ რომ არაფერი ტოქსიკური ადამიანებს არ გვეხმარება ჩვენი მომავლის განვითარებაში. გულწრფელად ასე ჯერა და ასე მგონია, რომ მაგ ყველაფრის მერე დავიწყე ცხოვრება. აქამდე რაღაცნაირად უბრალოდ მეგონა რომ ვარსებობდი, ახლა ვარ შემდგარი ადამიანი, აქტიური, ტყუები ყოველი წუთით. ლედი მეგრელიშვილი ჩვენი სტუმარი და ჩვენი გმირი. წალშემოთავაზებ, წყალმთის მათვისა, მისი ცხოვრებაც სავსეა ენერგიით. წყალმთის 0% ბრომატით. არის სიახლე ჩვენი წყალმთის თავს, რომელიც არის ძალიან მასშტაბური და გლობალური და ძალიან მინდა რომ გაუზიაროთ ჩვენს მაყურებლებს. Coca-Cola Bottlers Georgia გვიზიარებს მასშტაბური მნიშვნელობის პარტნიორობას წყალმთის ბრენდს და საფეხბურთო კლუბ Paris Saint-Germain შორის. აი ცოტა ტაშის ხმა მინდა რომ ესმოდეს. წყალმთის და Paris Saint-Germain 4 წელი ერთად. მოკლედ გეგმებია როგორც ჩანს მთელი 4 წლის განმავლობაში. ეს წამოწყება კიდევ ერთხელ ნათელს ხდის Coca-Cola Bottlers Georgia-ს ერთგულებას ხელი შეუწყოს სპორტის და ცხოვრების ჯანსაღი წესის შეკავშირებას. მოკლედ აი ესეთი ამბები ჩვენი წყალმთის თავს და ახლა ამბები რომელსაც გაგვიზიარებს ლედი დაუბრუნდეთ მის ისტორიას. ლედი, მე მგონი იმდენად რაღაცნაირად ძალიან დიდი რაღაცა გადალახე, რომ არ გაგიჭირდება რომ ჩვენც მოგვუყე, ხო? ცოტა ამბები შენი ისტორიიდან. დავიწყოთ თავიდან. რამ შეგაწუხა მოკლედ ესე ვთქვათ. ტკივილმა პირველ რიგში როგორც ეს ოსტეოსარკომის უმეტეს შემთხვევებში იწყება ხოლმე. საქმე გაართულა იმ ყველაფერმა, რომ მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დავმალე ეს ტკივილები და ცეკვას ვაგრძელებდი. ტკივილი როგორი? გამუდმებული ტკივილი, აი მოვლითი მუდმივი ტკივილი კონკრეტულად არ ახასიათებდა პირობითად რაღაც პერიოდული გაძლიერება, არ ეს იყოს სისტემატიური მუდმივი ტკივილი ფეხის კი. და რა ადგილას იყო თქვენი ტკივილის ესე ვთქვათ კოჭწყივის არეში დაიწყო. თქვენ თქვით დაუმალეო, რამდენი ხანი მალავდით ამ ტკივილს? 6 თვე გავძალე. ანუ 6 თვე ტკიოდა და გავძალე, კი. ძალიან დედამე ძალიან შემთხვევით შეამჩნია, მეგონა ეძინა და თავისუფლება მივეც რომ კოჭლობით გამევლო იმ მომენტში და თურმე არ ძინები. იმ დღესვე წავედით ექიმთან. და აი კურნალობის ესე ვთქვათ რა გზა იქნა შერჩეული? დავიწყეთ ქიმიოთერაპიით. შემდეგ იყო ოპერაცია, საკმაოდ რთული, მაგრამ იმ მომენტში გვეგონა რომ წარმატებულად დამთავრდა ეს ოპერაცია. შემდგომ იყო ისევ ქიმიოთერაპიები და რაღაც პერიოდი დაახლოებით 2 წელიწად ნახევარი ყველაფერი მიდიოდა კარგად, სანამ არ დამემართა რეციდივი, ანუ დაავადების განმეორება, ამ შემთხვევაში უკვე მუხბერძაყის არეში. ლედისთან 10 წელზე მეტი არის გასული და რეალურად 10 წლის მერე ითვლება ადამიანი გამონჯამთელებულად, ანუ დაავადება აღარ არის. ლედი ესე უკვე გავიდა, კარგ ადგილას მივიდა უკვე. მაგრამ აი ეს 10 წელი ანუ იმიტომ არის რომ ანუ ახასიათებს, ანუ აბსოლუტურად მოწმენდილцаზე შეიძლება ისევ დაბრუნდეს. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ დაიწყო ანალოგიური ტკივილები, უბრალოდ ამ ტკივილებს არ იწვევდა რაიმე ძალიან დიდი დატვირთვა, ანუ უბრალოდ სიარული, უბრალოდ უნივერსიტეტში წასვლა, მარტივი სიარული იყო უკვე ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტის შემქმნელი და ვფიქრობდი უკვე გამეკეთებინა ამპუტაცია, ვიძიებდი ინფორმაციას. ჩემი რეკომენდაციაც. ანუ ვუხსნიდი რომ ბევრად კარგად იქნება, ანუ. აი, გიორგი ექიმის გარეთ დაასტურდა, რომ ეს იყო სწორი და კარგი გადაწყვეტილება. რაღაცა დამშვიდობულები, თავდაჯერებულები გამოვედით უკვე კლინიკიდან, გვეგონა რომ ვიცოდით რომ სწორ გზაზე და სწორ ადგილას, სწორი გადაწყვეტილებით მისაღებად მივდიოდით და
და ეს რა ასაკში მოხდა? წელიწად ნახევრის უკან. წელიწად ნახევრის წინ და თურქეთში მოხდა ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი მოხდა თურქეთში. დიმიტრი ძიძაძის ფონდის ხელმძღვანელი მეორე ჩემი ოჯახი მართლა ქალბატონი ეკა დამიკავშირდა, რომელმაც მოიწია ახალი კლინიკა მედიკალ პარკის სახით. და დამაკავშირა მათ ექიმებთან იმ კუთხით რომ ჩავსულიყავით და გავაკეთებინა ამპუტაცია და მათ შორის უკვე პროტეზირებაც იქ მომხდარიყო და უცხოეთში მკურნალობითაც ყველაზე მეტად რაც მე და ჩემს ოჯახს გვაკლდა ხოლმე იყო მხარდაჭერა. ანუ ქართული მხარდაჭერა. აი ეს გუნდი რომელიც ქართველი ადამიანების სახით გვხვდება ამ კლინიკაში პატარა საქართველოს წარმოადგენენ თურქეთში და ანუ ოპერაციაზე როცა შევდიოდი ანუ იმის შიში არ მქონია რომ ჩემი მშობლები ანუ ამ ემოციურ წნეხში მარტო იქნებოდნენ, იმიტომ რომ ყოველთვის მუდმივად იქ ყოფნის დროს გვერდით ყვავდნენ ეს ადამიანები. თარი ოპერაცია თავად შედიოდა და მშობლების ემოციებს განიცდიდა როგორც ჩანს უგმეთეს. ანუ ამ შემთხვევაში თურქეთზე გადაწყვეტილება მივიღეთ, იმიტომ რომ ანუ ეს ეგზოპროტეზი, ანუ გარეგანი იმპლანტი რაც ტარდებოდა თან მაშინ იმ პერიოდში, საქართველოში არ ქონდა იმ ხარისხის და მე შემდგომ ამ ეგზოპროტეზს სჭირდება ექსპლუატაცია, ანუ რემონტი, შეცვლა, ასე შემდეგ. ამიტომ ჭირდებოდა ადგილი, სადაც იქნებოდა ხარისხიანი ეგზოპროტეზი და მანძილი უნდა ყოფილიყო მოკლე, ანუ საქართველოს დისტანციით, იმიტომ რომ ანუ ლოჯისტიკურად უნდა ყოფილიყო, ანუ კარგი სამართავი. თუმცა ეს იმპლანტი ახლა რაც ლედის უკენია, ეს კომპანია საბედნიეროდ შემოვიდა ჩვენთანაც და ანუ ამ დეტალების და იმის უკვე თბილისში შეიძლება. ანუ რემონტით შეიძლება თბილისში მათ შორის გარდა ხელმისაწვდომობის. ეხლა როგორი შედეგი გაქვს ლედი მოგვიყევით? მე მგონია რომ ცხოვრება დავიწყე მე გადაწყვეტილების მერე. ყველაფერს ვაკეთებ რაც მინდა. რაც ყველაზე მეტად მაკლდა იყო ფიზიკური დატვირთვა და აქტივობა, იმიტომ რომ ბავშვილად იყო ცასაც შედარბოდა ხოლმე მოусვენ არცელქ ადამიანთან, რომელიც სულ მოძრაობაში იყო და ახაც ასე დაუბრუნდი პატარა ლედის ცხოვრებას. პირველად მაქვს სამსახური, სადაც დავდივარ და დისტანციურად არ მუშაობ და ესეც ერთ-ერთი მიღწევაა ჩემთვის. დავკავდი სპორტით და სპორტული აქტივობებით. ჩემპიონობას აპირებს. პარაოლიმპიადაში პარასპორტი და რომელი მიმართულება? წოლჭიმი. ეგ რომელია? Powerlifting-ი. წოლჭიმია ეგა? იცით რა არის ლედი, ეგ ისმენთ. ალბათ ჩვენ მაყურებლებსაც უჩდება ეს რაღაცა განცდა, თქვენი სიმშვიდე, თქვენი რაღაცა აი ეს ხედვა, თან ისეთი პატარა გოგოსგან, რომელიც 9 წლის იყო და ამდენი ხანი იყო ბრძოლაში, რაღაცა არ ვიცი, გასაოცარია და გამაოგნებელიც არის. როგორ მოახერხეთ ეს? დედა, სულ ვამბობ ხოლმე, რომ სიძლიერე რომ ყოფილიყო ადამიანი, აუცილებლად იქნებოდა დედაჩემი. აქვს უნარი, რომ აიღოს პრობლემა, დაანაწევროს, მოგიგვაროს და რაღაცნაირად კომფორტის ზონა დაგიბრუნოს. მამამაც ჩვენთან ერთად გაიარა ყველა პროცესი, რა თქმა უნდა, მაგრამ დედა ყოველთვის იყო ჩვენს ოჯახში რაღაცნაირი მთავარი პერსონა და მომოძრავებელი ძალა და ყოველთვის მინდოდა რომ მისთვის მიმებაძა განსაკუთრებით სიძლიერის კუთხით. ფოტოშორის ვიტყვი, ანუ მისმა საქციელმა გააბედინა სხვა პაციენტსაც, ჩემსაც, რომელსაც ასევე ვეხვეწებოდი, რომ უნდა გააკეთო, ანუ ის ბიჭი არის რა და ამის შემხედო არა ლედის და ისიც ფანტასტიკურად გზობს დავს. ხო, საოცარი ისტორია, ზოგადად საოცარი ადამიანი გამოდგა ლედი. რაღაცა ერთია რომ გავეცანი ისტორიას და მეორეა პირადად როგორი შთაბეჭდილება დატოვა, ალბათ იგივე გავრცელდა მაყურებელზეც. მან თავისი ძალა იპოვა დედისგან, თუმცა ახლა მისგან შეიძლება ძალიან ბევრმა, როგორც შენმა კიდევ ერთმა პაციენტმა იპოვოს იმის ძალა, რომ რაღაცა ესეთი დაუსრულებლად ხანგრძლივი და ესეთი რთული, მით უფრო ბავშვთა ასაკს ასე ვთქვათ, დართული, ასეთი პრობლემები, რომ რაღაცნაირად ჯანსაღად მოაგვარო. და ალბათ ექიმებიც ან გადამწყვეტად მნიშვნელოვანია თავისთავად, მაგრამ ალბათ დამოკიდებულება არის ძალიან მნიშვნელოვანი და საოცრება, პირდაპირ ცრემლები ჩამდის პირში. გავაგრძელოთ ეს საუბარი, ასე ვთქვათ, და ხდება ესე და ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ხშირად აკითხავენ ხოლმე თურქეთს საკუთარი დიაგნოზისა თუ დიაგნოზთან დამშვიდობების მიზნით. ამ დიაგნოზის გაგების შემდეგ უამრავი ოჯახი, ვისაც ეს დიაგნოზი შეეხო, ალბათ პანიკაში ვარდება, ხო, შესაბამისად და უამრავი შოკია. ხო, შოკი და ამ
ესე ვთქვათ, სხვადასხვა აზრის მოსმენა არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ ძალიან კარგია რომ ესეთი სამედიცინო ტურიზმი არსებობს, რომ აი ნამდვილად იძლევა ამის საშუალებას, რომ ადამიანი დაკვალიანდეს და თქვათ მიიღოს სხვა ალტერნატიული აზრი. მოისმინოს მეზობელ ქვეყანაში, ხო? და პირდაპირ გეტყვით, რომ რაც შეეხება ოსტეოსარკომას, იუინგის სარკომას და ამ შემდეგ, აბსოლუტურად ყველა თანამედროვე თუ რამე არსებობს, იმპლანტის სახით, ქირურგიული სახით, ქიმიოთერაპიის სახით და ამ შემდეგ, ეს ყველაფერი არის საქართველოში. ეს არის ოჯახის სურვილი, პირადი, რომ დაუშვათ, უნდა რომ წავიდეს. აქვე დავამატებ, რომ სხვადასხვა ქიმიოთერაპიაზე საბოლოო გამარჯვებაც საქართველოში შექმნილი პროტოკოლით და მკურნალობით მივიღე. ოსტეოსარკომა არის, ხო, ლედის დიაგნოზით და რა ხასიათი აქვს ამ დაავადებას? მაგალითად, ეს არის ძალიან იშვიათი დაავადება. ყველას წარმონაქმნის ზოგადად რაც ორგანიზმში იმის 1% არის ძვლის წარმონაქმნები. კარგი. და აი ამ 1%-ის 1% არის ოსტეოსარკომა. საქართველოში 3 მილიონ მოსახლეზე რო დავთვალოთ, წელიწადში იქნება 3 შემთხვევა. მშობლებისთვის ვიტყვი, რომ ახასიათებს მუდმივი პროგრესირებადი ტკივილი. ანუ ეს არის ახალგაზრდული, ასე ხო, ვთქვათ. ეს ხდება თინეიჯერებიდან, ანუ აი 7 წლიდან 18 წლამდე, ეს არის კლასიკური, ესე ვთქვათ, ოსტეოსარკომა, როდესაც ჩვენ სწრაფად ვიზრდებით. მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღებას მუდმივ პროგრესირებად ტკივილს და დეფორმაციის გაჩენა. აი რაღაც მუხლი სივდება. ლედი, ყოფილი პაციენტის გამოცდილებიდან რა შეგიძლია რომ გაუზიარო ჩვენს მაყურებელს? რადგანაც ეს დაავადება ზუსტად პატარა ასაკიდან იწყება. პირველ რიგში ბავშვებს ვურჩევდი, რომ არ დამალონ თავიანთი პრობლემები, იმიტომ რომ თურმე პრობლემის დამალვა საერთოდ არ იცავს ჩვენ მშობლებს ნერვიულობისგან, ვერ ვუფრთხილდებით ამ გადაწყვეტილებით მათ. გთხოვდით, რომ თქვენს ჯანმრთელობას მიაქციეთ ყველაზე დიდი ყურადღება, რადგან ამაზე მეტად მნიშვნელოვანი რამ არ გაგვაჩნია ადამიანებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან ამ გზას, უსურვებ, რომ აიღონ თავიანთ თავზე პასუხისმგებლობა, განბედაობა, ბრძოლის უნარიანობა მოიკრიბონ, იმიტომ რომ არის კარგი მკურნალობის შესაძლებლობა და რეალურად ერთი გადაწყვეტილება უკვე მისაღები არის მათი განწყობიდან. ანუ ერთი გადაწყვეტილება, რომ თქვენ გახდათ ბრძოლის უნარიანები, რომ აი ამ ყველაფერ კარგთან ერთად, რაც როგორც განვითარდა სამედიცინო ინდუსტრია, ჩვენი ემოციური კუთხით შევუწყოთ ხელი, რომ საბოლოოდ კარგ შედეგამდე მივიდეთ. ლედი, მადლობა ასეთი მაგალითისთვის. მოწვევით. ნამდვილად მონუსხულები და შეყვარებულები ვართ შენზე, ასე დაგემშვიდობებით. მადლობა თქვენ რომ ამ თემას დაუხსნეთ ეთერი.